პარიზში დაბრუნებისას სენარნულის საგზაო ტარიფის გადასახდელი ბარიერის გავლის შემდეგ, როდესაც უკან მოვიტოვე სავინისიურ ორჟი, ანტონი მონრუჟი და იტალიის ჭიშკრისკენ გავუხვიე. უკვე ვიცოდი, წინ უსიხარულო ცხოვრება მელოდა, თუმცა არა ცარიელი. პირიქით, ის სავსე იქნებოდა მცირე აგრესიული შემოტევებით. როგორც ველოდი, ჩემი არ ყოფნით ვიღაცა მისარგებლა და ავტოსადგომზე ადგილი წამართვა. მაცივრიდან მცირე რაოდენობით წყალს გამოეჟონა. სახლში მნიშვნელოვანი სხვა არაფერი მომხდარა. საფოსტო ყუთი სხვადასხვა სახის ადმინისტრაციული წერილებით იყო სავსე, რომელთაგან ზოგიერთი სასწრაფოდ პასუხის გაცემას ითხოვდა. ადმინისტრაციული ცხოვრების ნორმალური მიმდინარეობა თითქმის მუდმივად ადგილზე ყოფნას ითხოვს. სახლიდან წასვლა ამა თუ იმ დაწესებულებასთან ურთიერთობის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. ვიცოდი, რამდენიმე დღის მუშაობა დამჭირდებოდა მდგომარეობის გამოსასწორებლად. ფოსტა შინაარსის მიხედვით გადავარჩიე. ყველაზე სულელური სარეკლამო ფურცლები გადავყარე. დავიტოვე მხოლოდ მიზანმიმართული შემოთავაზებები. ცოტა ხანს ერთგვაროვან, რუხი ფერის ცას ვუყურე. ასე გავატარე რამდენიმე საათი, დროდადრო რომს ვსვამდი. მერე წერილების გროვას შევუტიე. პირველი ორი სადაზღვევო კომპანიიდან გამოეგზავნათ და უარს აცხადებდნენ ზოგიერთი სახის მოთხოვნილი მომსახურების ანაზღაურებაზე, თხოვდნენ მათ განახლებას. წერილებისთვის საჭირო დოკუმენტების ასლები დაერთოთ. ასეთ გზავნილებს, როგორც წესი, არ ვპასუხობდი. მესამე წერილი კი ნამდვილად მოულოდნელი აღმოჩნდა. ნევერის მერია მწუხარებით მაუწყებდა დედაჩემის გარდაცვალებას და მაცნობებდა, რომ მისი ცხედარი ქალაქის სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტში გადაესვენებინათ საჭირო მითითებების მისაღებად უსწრაფესად უნდა დავკავშირებოდი. წერილი სამშაბათით, 31 მაისით იყო დათარიღებული. სწრაფად გადავათვალიერე წერილების გროვა. კიდევ ერთი წერილი 14 ივნისს გამოეგზავნათ. მეორე კი 28-ში. ბოლოს 11 ივლისს ნევერის მერია მათყობინებდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ზოგადი კოდექსის მუხლის თანახმად, კომუნამ თავის თავზე აიღო დედაჩემის დაკრძალვის ხარჯები ქალაქის სასაფლაოს საერთო სარგებლობის ტერიტორიის აკლდამების განყოფილებაში. 5 წლის ვადა მქონდა, რათა გვამის ექსჰუმაცია და კერძო საფლავში დაკრძალვა მომეთხოვა. ამ ვადის გასვლის შემდეგ, ცხედარს დაწვავდნენ და ფერფლს ხსოვნის ბაღში მოაფრქვევდნენ. ექსჰუმაციის მოთხოვნის შემთხვევაში ჩემს თავზე უნდა ამეღო მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული ხარჯი. სამგლოვიარო კატაფალკის დაქირავების, 4 მტვირთავის, საკუთრივ საფლავის. ვერ წარმომედგინა ინტენსიურ სოციალურ ცხოვრებაში ჩართული დედაჩემი, რომელიც კოლუმბამდელი ცივილიზაციის შესახებ კონფერენციებს ესწრებოდა ან თავისი ასაკის ქალებთან ერთად ნივერნეს რეგიონში რომანული ეპოქის ეკლესიების მოსანახულებლად დადიოდა, მაგრამ ამგვარი სრული სიმარტოვეც მოულოდნელი აღმოჩნდა. ალბათ მამაჩემსაც მისწერეს და მან წერილები უპასუხოდ დატოვა. მაინც მაწუხებდა იმაზე ფიქრი, რომ ადგილობრივთან აკვეთზე დაკრძალეს და მაინტერესებდა, რა ბედი ეწია მის ფრანგულ ბულდოგს. ცხოველთა დაცვის საზოგადოებაში ჩააბარეს თუ პირდაპირ ევთანაზიას მიმართეს. გვერდით გადავდე ქვითრები და თანხის ჩამოჭრის უწყებები, მარტივი დოკუმენტები, რომლებიც საკმარისი იყო შესაბამის საქაღალდეებში ჩამელაგებინა, რათა გამომერჩია ადამიანის ცხოვრებაში ორი უმთავრესი თანამოსაუბრის წერილები. ჯამრთელობის დაზღვევისა და საგადასახადო სამსახურის. გამბედაობა არ მყოფნიდა. ორივეს დაუყოვნებლივ შევმოდი და გადავწყვიტე. პარიზში გამესეირნა. შესაძლოა პარიზში არა, ეს გადაჭარბება გახლდათ. ამ პირველ დღეს მხოლოდ უბნის შემოვლით შემოვიფარგლებოდი. ისის იყო ლიფტი გამოვიძახე, როდესაც გამახსენდა, რომ უნივერსიტეტის მმართველობისგან არც ერთი წერილი არ მომსვლია. შინ შევბრუნდი საბანკო გადარიცხვების შესამოწმებლად. ხელფასი, როგორც ყოველთვის, ივნისის ბოლოს გადმოერიცხათ. ესე იგი, ჩემი სტატუსი ჯერ კიდევ გაურკვეველი გახლდათ. პოლიტიკური რეჟიმის ცვლილებას შესამჩნევი გარდაქმნის კვალი უბნისთვის არ დაუტყვია. ჩინელების კომპაქტური ჯგუფები ფსონის დასადები ბიულეტენებით ხელში, ისევ დოღზე ფსონების მიმღები ჯიხურის წინ იკრიბებოდნენ. სხვები არნახული სისწრაფით დაატარებდნენ ბრინჯის ცომს, სოიის საწებელს, მანგოს. არაფერს ისლამურ რეჟიმსაც კი არ შეეძლო ხელი შეეშალა მათი უსასრულო საქმიანობისთვის. ისლამური პროზელიტიზმი, როგორც მანამდე ქრისტიანული ქადაგება, უკვალოდ ჩაიკარგებოდა ამ უზარმაზარი ცივილიზაციის ოკეანეში.
დაახლოებით 1 საათი ვიარე ჩაინათაუნში. სენ იპოლიტის სამრევლო ისევ სთავაზობდა მსურველებს ჩინური ენის დაწყებითი დონისა და ჩინური სამზარეულოს კურსებს. ადგილზე დამხვდა მეზონალფორის ბუკლეტები. ტრანსფორმაციის ხილული ნიშნებიდან თვალშისაცემი მხოლოდ სუპერმარკეტ უზარმაზარ კაზინოში კაშერის განყოფილების გაქრობა იყო. დისტრიბუციის ეს გიგანტი ყოველთვის გამოირჩეოდა ოპორტუნიზმით. სავაჭრო ცენტრი იტალია 2-ში ცოტათი განსხვავებული სიტუაცია დამხვდა. როგორც ვივარაუდე, ტანსაცმელის მაღაზია ჯენიფერი დაიხურა და მისი ადგილი პროვანსული ბიოპროდუქტების მაღაზიამ დაიკავა, რომელიც მყიდველ სხეულის დასაზელზეთებს, ზეთისხილისა და თაფლის ბაზაზე დამზადებულ შამპუნებს სთავაზობდა გარიგის მცენარეულობის სურნელებით. გაუგებარია, რა მიზეზით? ალბათ ძირითადად მაინც ეკონომიკურით. დაიხურა მეორე სართულის მიღრუებულ ზონაში მდებარე მაღაზია თანამედროვე მამაკაცი. თუმცა მოცემულ მომენტში ის არაფერს ჩაენაცვლებინა. ყველაზე თვალშისაცემად კლიენტურა შეიცვალა. მართალია, იტალია 2 ნაკლებად შთამბეჭდავი იყო, ვიდრე დეფანსის ან დეალის სავაჭრო ცენტრები, მაგრამ ყველა კომერციული ცენტრის მსგავსად მუდამ იზიდავდა ვიგინდარებს. ამჟამად მათი კვალი არ ჩანდა. შეიცვალა ქალის სამოსიც, ეს შევნიშნე, თუმცა ტრანსფორმაციის გაანალიზებისთვის დრო დამჭირდა. ისლამური თავშლების რიცხვი დიდად არ გაზრდილა. თავარი ეს არ იყო. თითქმის 1 საათი ხეტიალი დამჭირდა, რომ უეცრად გამეცნობიერებინა, რა შეიცვალა. რადა, ყველა ქალს შარვალი ეცვა. ქალის ბარძაყების გამოჩენა, მათ გადაკვეთაზე გონებაში საშოს ადგილმდებარეობის აღდგენა აღმგზნებ პროცესს წარმოქმნიდა, რომელიც პროპორციულად იყო დამოკიდებული გაშიშვლებული ფეხების სიგრძეზე. ეს ყველაფერი ჩემში იმდენად მექანიკურად და უნებურად ხდებოდა. შეიძლება ითქვას, გენეტიკურადაც კი, რომ მაშინვე ვერ გავიაზრე, მაგრამ ფაქტი სახეზე იყო. სრულიად გაქრა კაბები და ქვედაკაბები. ფართოდ გავრცელდა ახალი სახეობის სამოსი, ბამბის ქსოვილის ერთგვარი გრძელი პერანგი, რომელიც ბარძახს სანახევროდ ფარავდა და სრულიად უკარგავდა ინტერესს მოტკეცილი შარვლის ჩაცმას, თუ ზოგიერთი ქალი ამას მოისურვებდა. რაც შეეხება შორტს, მისი ტარება შეუძლებელი გახდა. მაშა სადამე, ტრანსფორმაცია ნამდვილად მიმდინარეობდა. ტელევიზიის არხებზე რამდენიმე საათიანმა გადახტომა-გადმოხტომამ დამატებითი ცვლილება ვერ დამანახა. უკვე კარგა ხანია, ტელევიზიით ეროტიკულ გადაცემებს აღარ აჩვენებდნენ. დაბრუნებიდან მხოლოდ 2 კვირის შემდეგ მივიღე წერილი პარიზი მესამედან. პარიზის სორბონის ისლამური უნივერსიტეტის ახალი წესდება პედაგოგიურ საქმიანობას მიკრძალავდა. წერილს ხელს აწერდა თავად რობერ რედიჟე, უნივერსიტეტის ახალი თავმჯდომარე. ის ღრმა მწუხარებას გამოხატავდა და მარწმუნებდა, რომ აღნიშნულის მიზეზი სრულებით არ იყო ჩემი საუნივერსიტეტო საქმიანობა. რასაკვირველია, ნებისმიერ მომენტში შემეძლო პედაგოგიური კარიერის გაგრძელება სეკულარულ უნივერსიტეტში. ხოლო ლექტორობაზე უარის შემთხვევაში პარიზის სორბონის ისლამური უნივერსიტეტი მზად იყო, ახლავე დაეწყო პენსიის დარიცხვა, რომლის ოდენობა ინფლაციის გათვალისწინებით 3472 ევროს შეადგენდა. საჭირო საბუთების გასაფორმებლად შემეძლო ადმინისტრაციული სამსახურისთვის მიმემართა. წერილი სამჯერ ზედიზედ გადავიკითხე, სანამ მის შინაარსს დავიჯერებდი. ზუსტად ეს იქნებოდა ჩემი პენსია 65 წლის ასაკში, ჩემი კარიერის დასასრულს. უკმაყოფილების თავიდან ასაცილებლად ამ დიდ ფინანსურ მსხვერპლშეწირვაზეც თანახმანი იყვნენ. რასაკვირველია, ბევრად გადაჭარბებული წარმოდგენა ჰქონდათ უნივერსიტეტების პედაგოგთა უნარზე. საპროტესტო კამპანიით ზიანი მიეყენებინათ მათი საქმიანობისთვის. უკვე დიდი ხანია, უნივერსიტეტის პედაგოგის ტიტული აღარ იყო საკმარისი წამყვანი მედია საშუალებების ტრიბუნისა თუ თვალსაზრისის რუბრიკებში მოსახვედრად, მათ უაღრესად ჩაკეტილი ენდოგამიური სივრცე შექმნეს. უნივერსიტეტების პედაგოგების თუნდაც საყოველთაო პროტესტი მათი ყურადღების მიღმა დარჩებოდა. მაგრამ საუდის არაბეთში ეს აშკარად არ იცოდნენ. სიმართლე ითქვას, იქ ჯერ კიდევ სწამდათ ინტელექტუალური ელიტის ძალაუფლების, რაც გულისამაჩუყებელიც კი იყო. უნივერსიტეტის ექსტერიერში გარეგნულად მხოლოდ ის შეიცვალა, რომ შესასვლელში დიდი წარწერის უნივერსიტეტი ახალი სორბონა. პარიზი 3. გვერდით მოოქრული ლითონის ვარსკვლავი და ნამგალა მთვარე დაამატეს. მაგრამ უფრო თვალშისაცემი ცვლილებები შიგნით, ადმინისტრაციულ შენობებში მოხდა.
ვესტიბიულში შემსვლელს ხვდებოდა დიდი ფოტო, რომელზე გამოსახული მომლოცველები გარს უვლიდნენ ქააბას, საწერი მაგიდები ყურანის სტროფების კალიგრაფიული გამოსახულებებით მოერთოთ. ყველამ დივანი შეიცვალა. არც ერთს არ ვიცნობდი და ყველა ჩადრით იყო შემოსილი. ერთ-ერთმა მდივანმა ქალმა პენსიის დანიშვნის მოთხოვნის უაღრესად გამარტივებული ბლანკი გადმომცა, რომელიც იქვე, მაგიდის კუთხეში მიყუჟულმა შევავსე, ხელი მოვაწერე და დაუბრუნე. ეზოში გასულმა გავაცნობიერე, რომ ჩემი საუნივერსიტეტო კარიერა რამდენიმე წუთში დასრულდა. მეტროსადგურ სანზიეს ჩასასვლელში კიბეებთან ყოყმანით გავჩერდი. პირდაპირ სახლში დაბრუნება, ისე თითქოს არაფერი მომხდარიყოს, ჩემს ძალებს აღემატებოდა. მუფტარის ქუჩის ბაზრობის დახლები ისის იყო გაიხსნა. ოვერნული ძეხვეულობის დახლთან დავბორიალებდი, ვუყურებდი. პროდუქციას და წესიერად ვერც კი აღვიქვამდი სხვადასხვა არომატის მქონე სოსისებს. როდესაც უეცრად სტივი შევნიშნე, ქუჩას მოუყვებოდა. მანაც დამინახა და როგორც მომეჩვენა, გეზის შეცვლა სცადა, ჩემთან შეხვედრისთვის თავი რომ აერიდებინა, მაგრამ უკვე გვიანი იყო მისკენ მივემართებოდი. როგორც ველოდი, დათანხმდა ახალ უნივერსიტეტში ესწავლებინა. რემბოს შესახებ უნდა წაეკითხა ლექციების კურსი. აშკარად დამორცხებული მიყვებოდა ამ ყველაფერს და თუმცა მე არაფერი მიკითხავს, მაშინვე დაამატა, რომ უნივერსიტეტის ახალი ხელმძღვანელობა კურსის შინაარსში არ ერეოდა. რემბოს მიერ ისლამის მიღებას, რაც სინამდვილეში დადასტურებული არ არის, ამ შემთხვევაში მომხდარ ფაქტად ასაღებდნენ. თუმცა ლექსების ანალიზს რაც შეეხება, მასში მართლაც არავინ ჩარეულა. აღშფოთების გამოხატვის გარეშე ვუსმენდი. ამიტომ თანდათან დამშვიდდა და ყავის ერთად დალევა შემომთავაზა. დიდხანს ვყოყმანობდი. მითხრა მიუსკადეს შეკვეთის შემდეგ. ლმობიერი სიტბოთი ვუმზერდი, დარწმუნებული ვიყავი, მისი ყოყმანი ყველაზე მეტი 10 წუთს გაგრძელდა. მაგრამ ხელფასი მართლაც საინტერესოა. არც პენსიაა ცუდი. ხელფასი ბევრად მეტია. რამდენად? 3-ჯერ მეტია. თვეში 10,000 евро საშუალო დონის პედაგოგისთვის, რომელსაც ამ სახელის გასამართლებლად არც ერთი პუბლიკაცია არ გამოუქვეყნებია და რომელსაც არავინ იცნობდა. მართლაც გრანდიოზული ფინანსური სახსრები ჰქონდათ. ოქსფორდის უნივერსიტეტი ცხვირწინ ააცალეს, კატარელებმა ბოლო წუთს ფასი გაზარდეს. ამიტომ საუდელებმა ყველა ფსონი სორბონაზე დადეს. მეუბნება სტივი. მეხუთე და მეექვსე უბნებში ბინებიც კი იყიდეს, რომლებშიც ლექტორები სწავლების პერიოდში იცხოვრებდნენ. სტივს მშვენიერი სამოთახიანი ბინა ერგო დრაკონის ქუჩაზე მიზერული ქირით. დარწმუნებული ვარ, ძალიან უნდოდათ დარჩენილიყავი. დაამატა მერე. მაგრამ არ იცოდნენ, როგორ დაგკავშირებოდნენ. სიმართლე გითხრა, მთხოვეს შენ მოძებნაში დავხმარებოდი, მაგრამ იძულებული გავხდი მეთქვა, რომ ერთმანეთს მხოლოდ უნივერსიტეტში ხვდებოდით. მცირე ხნის შემდეგ მეტროსადგურამდე მიმაცილა. და სტუდენტი გოგონების საქმე როგორაა? შევეკითხე, როდესაც მეტროს ჩასასვლელამდე მივედით. გულღიად გამიღიმა. აქაც რასაკვირველია, ბევრი რამ შეიცვალა. ასე ვთქვათ, განსხვავებული ფორმები მიიღო. დავქორწინდი. დაამატა უეცრად. სტუდენტი გოგონა შევირთე. დააზუსტა ბოლოს. ამასაც თავის თავზე იღებენ. ასეც ვერ იტყვი. ყოველ შემთხვევაში, კონტაქტი აკრძალული არ არის. მომდევნო თვეში მეორე ცოლს ვირთავ. დაამატა, ვიდრე მირბელის ქუჩის მიმართულებით გაუჩინარდებოდა და კიბის თავში გაოგნებულს დამტოვებდა. რამდენიმე წუთს, სანამ შინ დაბრუნებას გადავწყვეტდი, გაუნძრევლად ვიდექი. ბაქანზე ჩასულმა დავინახე, რომ მომდევნო მატარებელი ივრის მერიის მიმართულებით 5 წუთში ჩამოდგებოდა. სადგურზე მორიგი მატარებელი შემოვიდა, მაგრამ ის ვილჟუიფისკენ მიდიოდა. მოციფულ ასაკში ვიყავი, არავითარი სასიკვდილო დაავადება უშუალოდ არ მემუქრებოდა. ჯამრთელობის პრობლემები, მუდმივად თავს რომ ატყდებოდა, მტკივნეული იყო, თუმცა საერთოდ უმნიშვნელო. 30 ან 40 წელიწადში მივაღწევდი იმ პერიოდს, როდესაც ყველა დაავადება მეტნაკლებად სასიკვდილოა, როდესაც სიცოცხლის გაგრძელების მომასწავებელი წინასწარმეტყველება, როგორც ამბობენ, თითქმის ყველა შემთხვევაში შეგულიანებას საჭიროებს. მეგობრები არ მყავდა,
ეს ნათელია, მაგრამ როდის მყოლია? ფიზიკური დეგრადაციის გარკვეული საფეხურის შემდეგ. და ეს უფრო სწრაფად გაგრძელდებოდა, დაახლოებით 10 წელი იყო კიდევ, შესაძლოა ცოტა ნაკლებიც, სანამ დეგრადაცია თვალშისაცემი გახდებოდა და აღარ დამიძახებდნენ ჯერ კიდევ ახალგაზრდას. მხოლოდ ცოლქმრულ ურთიერთობას შეიძლება ჰქონდეს ნამდვილი და რეალური მნიშვნელობა. სხეულები ერთგვარად ერთმანეთშია შერეული. და ბოლოს, თუ პლატონს დაუჯერებთ გარკვეული თვალსაზრისით, ახალი ორგანიზმი ყალიბდება. რაც შეეხება ცოლქმრულ ურთიერთობებს, ამ მხრივ საქმე ცუდად იყო. კვირების განმავლობაში მირიამის მეილები სულ უფრო იშვიათი და უფრო მოკლე გახდა. ცოტა ხნის წინ ძვირფასო, ბევრად ნეიტრალური ფრანსუათი შეიცვალა. ჩემი აზრით, მხოლოდ რამდენიმე კვირა იყო დარჩენილი, სანამ დანარჩენებივით, ვინც მანამდე მყოლია, შემატყობინებდა, რომ ვიღაცას შეხვდა. ის უკვე შეხვდა ვიღაცას, ამაში დარწმუნებული ვიყავი. ზუსტად არ ვიცოდი, მაგრამ გულმოდგინეთ შერჩეული სიტყვები. მეილებში სულ უფრო შემცირებული ღიმილაკებისა და გულების რაოდენობა ამაში მარწმუნებდა. უბრალოდ, ჯერ კიდევ არ ჰყოფნიდა გამბედაობა. ჩემთვის შეეტყობინებინა. თანდათან მშორდებოდა, ისრაელში ახალ ცხოვრებას იწყებდა და სხვას რას ველოდი? ლამაზი გოგონა იყო, ჭკვიანი და სიმპათიური, გასაოცრად სასურველი. ჰო, სხვა რა უნდა მომხდარიყო. რაც შეეხება ისრაელს, ისევ ენთუზიაზმით საუბრობდა მასზე. ცხოვრება მძიმეა, მაგრამ ის მაინც იცი, აქ რატომ ხარ. მწერდა. რასაკვირველია. რა უნდა მეთქვა? ჩემი საუნივერსიტეტო კარიერის დასრულებამ. ეს რეალურად მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ გავიაზრე. სრულიად დამაკარგვინა კონტაქტი სტუდენტ გოგონებთან. და მერე, რა? ამის გამო დანარჩენებივით მეტიც ვებგვერდზე უნდა დავრეგისტრირებულიყავი. განათლებული, კულტურული მამაკაცი ვიყავი. როგორც უკვე აღვნიშნე, მოციფულ ასაკში. და თუ რამდენიმე კვირიანი ნაყოფიერი დიალოგის შემდეგ, როდესაც ენთუზიაზმის ზოგიერთი მომენტი ნებისმიერ თემაზე საუბრისას. მაგალითისთვის ბეთჰოვენის უკანასკნელი კვარტეტები ავიღოთ. დროებით მიჩქმალავდა მზარდ და გლობალურ მოწყენილობას. სულს შეუბერავდა მინავლებულ იმედს, რომ კიდევ შესაძლებელია ჯადოსნური წუთების განცდა ან გაოცებისა თუ სიცილის დროს ურთიერთგაგების წარმოქმნა. თუ ამ რამდენიმე კვირის შემდეგ ჩემს ერთ-ერთ კოლეგა ქალთან შეხვედრას გადავწყვეტდი, რას მივიღებდი? ერთი მხრივ ერექციის დაკარგვას და მეორე მხრივ საშოს სიმშრალეს. უმჯობესი იყო, ასეთი რამ თავიდან ამეცილებინა. ძალზე იშვიათად მიმართავდი გოგონებს გამოძახებით. ყველაზე ხშირად ალბათ ზაფხულის თვეებში, ორ სტუდენტ გოგონასთან ურთიერთობას შორის სიცარიელის ამოსავსებად. მომსახურებით ძირითადად კმაყოფილი ვრჩებოდი. ინტერნეტის გადათვალიერებამ დამარწმუნა, რომ ახალი ისლამური რეჟიმის დამყარებას შესაბამისი საიტების ფუნქციონირება სრულებით არ შეუფერხებია. რამდენიმე კვირა ფეხს ვითრევდი, მრავალრიცხოვან პროფილს ვათვალიერებდი, ზოგიერთებს გადასაკითხად ბეჭდავდი. ასეთი საიტები გოგონებს გამოძახებით რომ სთავაზობენ, გასტრონომიულ მეგზურებს გავს, რომლებშიც იშვიათი ძირითადი კერძების თვალშისაცემი ლირიზმით აღწერა საშუალებას იძლევა. თვალნათლივ დაინახო მეტი სიამოვნება, გაცილებით მეტი, რის მიღებასაც ვარაუდო. შემდეგ არჩევანი მუკკანია ნადიაზე შევაჩერე. გლობალური პოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მუსლიმი ქალის არჩევაც აღმაგზნებდა. სინამდვილეში, ტუნისელი წარმოშობის ნადიამ სრულიად აიცილა თავიდან მისი თაობის ახალგაზრდებისთვის დამახასიათებელი რეისლამიზაციის ტალღა. რადიოლოგის შვილი, ბავშვობიდან მდიდრულ უბნებში იზრდებოდა და ფიქრადაც კი არასოდეს გაუვლია ჩადრის ტარება. თანამედროვე ლიტერატურას სწავლობდა მაგისტრატურის მეორე კურსზე, შეიძლებოდა, ჩემი ერთ-ერთი სტუდენტიც ყოფილიყო. მაგრამ არა, ის თურმე თავიდანვე პარიზი დროში სწავლობდა. სექსუალური თვალსაზრისით, თავის საქმეს უაღრესად პროფესიულად ართმევდა თავს, მაგრამ პოზებს მექანიკურად იცვლიდა, იგრძნობოდა, სინამდვილეში აქ რომ არ იყო, მხოლოდ ანალური სექსის მომენტში ოდნავ აღეგზნო. პატარა და ვიწრო საშო ჰქონდა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ვერავითარი სიამოვნება ვერ მივიღე. ასე მეგონა, საათების განმავლობაში, დაუღალავად და უსიხარულოდ შემეძლო მასთან ანალური სექსით ყოფილიყავი დაკავებული. იმ წამს, როდესაც აკვნეს და ვიგრძენი, როგორ ეშინოდა სიამოვნების მიღების.
და შესაძლოა, შემდგომში გრძნობების აღძვრისაც. სწრაფად შემოbrunდა, რომ მის პირში გამეთავებინა. სანამ წავიდოდი, ცოტა ხანს კიდევ ვილაპარაკეთ. სახლის დასაკეცი ავეჯის მაღაზიაში შეძენილ დივანზე ვისხედით და იმ 1 საათის გასვლას ველოდებოდით, რომლისთვისაც ფული გადავიხადე. ჭკვიანი ეთქმოდა, მაგრამ პირობითად. ყველა საკითხზე მუჰამად ბენ აბესის არჩევით დაწყებული მესამე. სამყაროს ქვეყნების ვალებით დასრულებული, ის აზრი ჰქონდა, რომელიც მისაღებად ითვლებოდა. სტუდიო გემოვნებით მოერთო და უნაკლოდ დაელაგებინა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჭკვიანურად იქცეოდა, გამომუშავებული თანხის დიდ ნაწილს მოდურ ჭინჭებში არ ხარჯავდა და აგროვებდა. მართლაც. გამომიტყდა, რომ 4-წლიანი მუშაობის შემდეგ, რომელიც 18 წლისამ დაიწყო, საკმარისი თანხა გამოიმუშავა სტუდიოს საყიდლად, სადაც კლიენტებს იღებდა. ამ საქმიანობის გაგრძელებას სწავლის დასრულებამდე აპირებდა. მერე კი აუდიოვიზუალურ საშუალებებში სურდა კარიერის დაწყება. რამდენიმე დღის შემდეგ გარყვნილ ბაბეთს შევხვდი, რომელსაც საიტზე, კომენტარებში დიდ ამბებს უძღვნიდნენ. საკუთარ თავს კი უწოდებდა ვნებიან ქალს, ყოველგვარი ტაბუს გარეშე. თავის ლამაზ, ცოტათი ძველმოდურ ოროთახიან ბინაში მიმიღო. ეცვა მხოლოდ ჭრილებიანი ბიუსტჰალტერი და ქვედა საცვალი. გრძელი ქერა, თმა და გულღია. თითქმის ანგელოზის სახე ჰქონდა. ანალური სექსი მასაც მოსწონდა, თუმცა ამას არც მალავდა. 1 საათის შემდეგ ისევ არ გამეთავებინა და შენიშნა, რომ გამძლე ვარ. მაგრამ სიმართლე ის იყო, რომ ამჯერადაც იმის მიუხედავად, რომ ჩემი ერექცია არ დასუსტებულა, უმცირესი სიამოვნებაც კი ვერ ვიგრძენი. მკითხა, შემეძლო თუ არა მის მკერდზე გამეთავებინა. ასეც მოვიქეცი. სპერმას მკერდზე ისვამდა და მიყვებოდა. როგორ უყვარდა სპერმით სხეულის დაფარვა. რეგულარულად მონაწილეობდა ჯგუფურ სექსში, რომელიც უფრო ხშირად სექსუალური პარტნიორების გამცვლელთა კლუბებში იმართებოდა. ხან კი საჯარო თავშეყრის ადგილებში, მაგალითად ავტოსადგომებზე. მონაწილეთაგან მინიმალურ თანხას ითხოვდა. 50 ევრო თითო. ადამიანისგან. მაგრამ მისთვის შემოსავლიანი გახლდათ, რადგან ერთდროულად 40 ან 50 მამაკაცს იწვევდა, რომლებიც რიგრიგობით იყენებდნენ მის სამივე ხვრელს და ბოლოს ზედ ათავებდნენ. დამპირდა, რომ მომდევნო ამგვარი საღამოს გამართვის დროს შემატყობინებდა. მადლობა გადავუხადე. ასეთი რამ დიდად არ მაინტერესებდა, თუმცა თავად სიმპათიური იყო. მოკლედ, ორივე გოგონა გამოძახებით კარგი აღმოჩნდა, თუმცა არც იმდენად, რომ მათი ხელახლა ნახვის ან მათთან ურთიერთობის გაგრძელების სურვილი გამჩენოდა. არც სიცოცხლის ხალისი დაუბრუნებიათ. მაშ რა, უნდა მომკვდარიყავი? ჩემი აზრით, ჯერ ადრე იყო. რამდენიმე კვირაში კი მამაჩემი გარდაიცვალა. მისმა კომპანიონმა ქალმა, სილვიამ დამირეკა. ტელეფონით დანანებით მითხრა, რომ ჩვენ ერთმანეთთან საუბრის საკმარისი შესაძლებლობა არ გქონია. სიმართლე ითქვას, ნამდვილი ევფემიზმი იყო. მასთან არასოდეს მილაპარაკია, მისი არსებობაც კი არ ვიცოდი, თუ არ ჩავთვლით მამაჩემის მინიშნებას 2 წლის წინ, ჩვენი ბოლოს საუბრისას. ბრიანსონის სადგურზე დამხვდა მოგზაურობამ ძალიან უსიამოვნოდ ჩაიარა. გრენობლამდე ჩქაროსნულ მატარებელს ჯერ კიდევ არ აუშავდა. რკინიგზების ეროვნული საზოგადოება მინიმალურ სერვისს ინარჩუნებდა, მაგრამ რეგიონული ექსპრესმატარებელი, რომელიც ბრიანსონამდე მიდიოდა, ნამდვილად ბედის ანაბარად მიეტოვებინათ. გზაში რამდენჯერმე გაფუჭდა და დანიშნულების ადგილზე საათისა და 40 წუთის დაგვიანებით ჩავიდა. ტუალეტები გაჩედილი იყო, ვაგონის ბაქანი განავალში არეულ წყალს დაეფარა, რაც სულ მალე კუპეებშიც შეაღწევდა. სილვია მიცუბიშის საჭესთან იჯდა და გამაოგნა იმ ფაქტმა, რომ წინა სავარძლებზე ლეოპარდის ტყავის მსგავსი, ბუსუსიანი ქსოვილი გადაეფარებინათ. შინ დაბრუნებულმა ავტოჟურნალის სპეციალური გამოშვება ვიყიდე და გავიგე, რომ მიცუბიში მტრულ გარემოში ყველაზე ეფექტური ყველგანმავალია. მიცუბიში აღჭურვილი იყო ტყავის შალითებით, პულტით გასახსნელი სახურავით, უკუსვლის საკონტროლო კამერითა და 860-ვატიანი სიმძლავრის აუდიოსისტემის ხმის გამაძლიერებლით. ეს ყველაფერი უაღრესად გასაკვირი გახლდათ. თითქმის მთელი ცხოვრება. ყოველ შემთხვევაში, ცხოვრების ის ნაწილი, რომელსაც დედაჩემი და მე ვიცნობდით.
მამაჩემი ჯიუტად ინარჩუნებდა დახვეწილი ბურჟუას საყოველთაოდ მიღებულ გემოვნებას. სამნაწილიანი, რუხი, წვრილზოლიანი ან მუქი ლურჯი კოსტიუმი, კარგი ხარისხის ინგლისური ჰალსტუხები. მისი ჩაცმულობა ზუსტად შეესატყვისებოდა თანამდებობას. დიდი საწარმოს ფინანსური დირექტორი. ოდნავ ხვეული ქერა თმით, ლაჟვარდისფერი თვალებით, ლამაზი პირისახით. თავისუფლად შეიძლებოდა ეთამაშა ჰოლივუდის ფილმებში უოლ-სტრიტისა და იპოთეკური კრიზისის შესახებ, რომელთა სიუჟეტი ფინანსური სამყაროს გარშემო ტრიალებს. უკვე 10 წელი არ მენახა და როგორ შეიცვალა მისი გარეგნობა. არ ვიცოდი, მაგრამ ასეთ ტრანსფორმაციას, ლამის უბნელი ჩხუბისთავის დონემდე არ ველოდი. სილვია 50 წლის იყო, მასზე დაახლოებით 25 წლით უმცროსი. მე რომ არა, მთელ მემკვიდრეობას ის მიიღებდა. ჩემ გამო კი, რა კი ერთადერთი შვილი ვიყავი, მას მხოლოდ მემკვიდრეობის 50% ერგებოდა. ასეთ პირობებში რთული ამჯეროდეს, რომ თბილი ურთიერთობა გვექნებოდა. უბრალოდ მართებულად იქცეოდა, ზედმეტი დაძაბულობის გარეშე მომართავდა. რამდენჯერმე მომიხდა დარეკვა, რადგან მატარებელი აგვიანებდა და ნოტარიუსი იძულებული გახდა, შეხვედრა 18 საათისთვის გადაედო. მამაჩემის ანდერძის გაცნობას დიდად არ გავუკვირვებივართ. მისი მემკვიდრეობა თანაბრად გვეკუთვნოდა ჩვენ ორს. მემკვიდრეობით გადაცემული არავითარი დამატებითი ქონება არ არსებობდა. მაგრამ ნოტარიუსმა კარგად იმუშავა. მან მემკვიდრეობის შეფასება დაიწყო. საწარმო იუნილევერიდან მამაჩემს მოზრდილი პენსია ეკუთვნოდა. ნაღდი ფული კი ცოტა ჰქონდა. 2000 მიმდინარე ანგარიშზე და დაახლოებით 10,000 евро შემნახველ ანგარიშზე დიდი ხნის წინ ნაყიდი და ალბათ უკვე დავიწყებული აქციების წყალობით. მის ძირითად ქონებას სახლი შეადგენდა, სადაც ცხოვრობდნენ ის და სილვია. ბრიანსონის უძრავი ქონების აგენტმა დათვალიერების შემდეგ სახლი 410,000 ევროთ შეაფასა. თითქმის ახალი მიცუბიში, არგუსის თანახმად 45,000 евро ღირდა. ყველაზე მეტად ძვირადღირებული თოფების კოლექციამ გამაკვირვა. იარაღის ფასი ნოტარიუს ზრდის მიხედვით ჩამოეწერა. ყველაზე ძვირად ვერნიკარონის, პლატინი და შაპიუის ურალ ელიტი ფასობდა. კოლექციის ღირებულება 87,000 ევროს შეადგენდა, რაც მანქანის ფასს ბევრად აღემატებოდა. იარაღს აგროვებდა. შევეკითხე სილვიას. ეს არ არის საკოლექციო იარაღი. ბევრს ნადირობდა. იუნილევერის ყოფილი ფინანსური დირექტორი სიცოცხლის მიწურულს ყველგან მავალ მანქანას ყიდულობს და საკუთარ თავში მონადირე შემგროვებლის ინსტინქტებს აღმოაჩენს. ასეთი რამ გასაკვირი კი იყო, მაგრამ შესაძლებელი. ნოტარიუსმა უკვე დაასრულა. უიმედოდ მარტივი მემკვიდრეობა გახლდათ. პროცედურის უკიდურესად სწრაფად დასრულების მიუხედავად, დაგვიანებით ჩამოსვლას თუ გავითვალისწინებთ, უკან დასაბრუნებელ ბოლო მატარებელზეც დავაგვიანე, რომელიც იმ დღეს უკანასკნელი იყო. ამან სილვია უკიდურესად დელიკატურ მდგომარეობაში ჩააყენა, რაც ორივემ გავიაზრეთ, როდესაც მანქანისკენ მივდიოდით. უხერხულობის გასაფანტად მაშინვე ვუთხარი, რომ ჩემთვის საუკეთესო გამოსავალი ბრიანსონის სადგურის ახლომდებარე სასტუმროში დაბინავება იქნებოდა. მეორე დილით მატარებელი ძალიან ადრე გადიოდა და მას აუცილებლად უნდა გავყოლოდი, იმიტომ რომ პარიზში მნიშვნელოვანი შეხვედრები მელოდა. ვუმტკიცებდი სილვიას. ორმაგად ვიტყუებოდი. არამც თუ მეორე დღეს, არც ერთ სხვა დღეს არავითარი შეხვედრა არ მქონდა. გარდა ამისა, მატარებელი დაახლოებით 12 საათისთვის გადიოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პარიზში 18 საათზე ადრე ვერ ვიქნებოდი. იმით დამშვიდებული, რომ სამომავლოდ მისი ცხოვრებიდან გავქრებოდი, სილვიამ ლამის აღტაცებულმა დამპატიჟა ჩიქის დასალევად მათთან, როგორც ჯიუტად იმეორებდა. არა მხოლოდ მათთან არ არსებობდა, იმიტომ რომ მამაჩემი გარდაიცვალა, არამედ მალე მასთანაც აღარ იარსებებდა, რადგან ჩემთვის ცნობილი ინფორმაციის თანახმად მემკვიდრეობის ნახევრის დასათმობად სახლის გაყიდვა მოუწევდა. ფრეისინიერის ხეობის შვერილზე აგებული მათი შალე უზარმაზარი მეჩვენა. მიწისქვეშა ავტოსადგომში ათობით მანქანა დაეტეოდა. მისაღები ოთახისკენ მიმავალ დერეფანში ფიტულების წინ შევჩერდი. არჩვები, გარეული ცხვრები. რაღაც ამგვარი სახეობის ცხოველები იყო. და კიდევ ტახი, რომლის ამოცნობა ადვილია. პალტო გაიხადეთ, თუ შეიძლება, მითხრა სილვიამ.
იცით, ნადირობა მისი ნამდვილი ჰობი გახდა. არა, არც მე გამეგება ამ საქმის. გვირაობით მთელ დღეს ნადირობდნენ და მერე სხვა მონადირეებთან და მათ ცოლებთან, 10-ოდე წყვილთან ერთად ვახშმობდით. ძირითადად აქ ვსვამდით აპერიტივს და ასევე ხშირად მივდიოდით სოფლის რესტორანში, რომელსაც ერთი საღამოთი ვქირაობდით. მაშა სადამე, მამაჩემა ცხოვრების მიწურული სასიამოვნოდ გაატარა. ესეც სიურპრიზი აღმოჩნდა. სანამ ახალგაზრდა ვიყავი, არასოდეს შევხვედრი ვარ მამაჩემის კოლეგებს და არა მგონია, რომ თავად ხვდებოდა რომელიმე სამსახურის გარეთ. ხავდათ თუ არა ჩემს მშობლებს მეგობრები? შესაძლოა, მაგრამ ვერავის ვიხსენებდი. მეზონ ლაფიტში დიდ სახლში ვცხოვრობდით. ასეთი დიდი არ იყო, მაგრამ იმასაც არ აუშავდა. არავინ მახსენდებოდა, ვინც ჩვენთან სადილად მოდიოდა, უიკენდებზე რჩებოდა. მოკლედ, ისეთი არაფერი მახსოვს, რაც როგორც წესი მეგობრებს შორის ხდება ხოლმე. არა მგონია და ეს უფრო გამაოგნებელი გახლდათ, რომ მამაჩემს ჰყავდა ის, ვისაც საყვარელს უწოდებენ. ამ შემთხვევაშიც დარწმუნებული ვერ ვიქნებოდი. ამის არავითარი სამხილი არ გამაჩნდა. მაგრამ მასზე შემორჩენილ მოგონებასთან ვერაფრით ვაკავშირებდი საყვარლის იდეას. მოკლედ, ეს იყო ადამიანი, რომელმაც ორი, სრულიად განსხვავებული ცხოვრებითი ცხოვრა და თანაც ისე, რომ მათი ერთმანეთთან დაკავშირების უმცირესი საშუალება არ დაუტოვებია. მისაღები ოთახი ფართო იყო, ალბათ მთელ სართულს იკავებდა. შესასვლელის მარჯვნივ განლაგებული ამერიკული სამზარულოს ახლოს უზარმაზარი სოფლური მაგიდა იდგა. დანარჩენ სივრცეს დაბალი მაგიდები და თეთრი ტყავის ღრმა დივნები ავსებდა. კედელზე სხვა ნანადირევის ფიტულები ეკიდა და ხის თაროებზე მამაჩემის თოფების კოლექცია ეწყო, ლამაზი საგნები იყო, ფაქიზად დამუშავებული ლითონის ინკრუსტაციებით, რომლებიც რბილად ირეკლავდნენ სინათლეს. იატაკი ცხოველების ტყავებით მოეფინათ, ჩემი აზრით, ძირითადად გარეული ცხვრის. ცოტა არ იყოს 1970-იანი წლების გერმანული პორნოფილმების ატმოსფეროს გავდა. ისეც, რომელშიც მოქმედება ტიროლის სანადირო სახლში მიმდინარეობს. ოთახის სიღრმეში, მინის კედლის მიღმა მთების პეიზაჟი იშლებოდა. სწორედ იქით გავემართე. პირდაპირ მეიჟის მწვერვალია. ჩაერია სილვია. და უფრო ჩრდილოეთისკენ ეკრენის ჯაჭვს ხედავთ. რამე სტალევთ? ასეთი შესანიშნავად აღჭურვილი ბარი პირველად ვნახე. იქათობით სახეობის ხილის არაყი შევნიშნე და ზოგიერთი ისეთი ლიქიორი, რომელთა არსებობა არც კი წარმომედგინა, მაგრამ მაინც მარტინი ვარჩიე. სილვია მაგიდის ნათურა აანთო. საღამოს სინათლეზე ეკრენის მთებზე დადებული თოვლი მოცისფრო ჩანდა და ატმოსფეროც მოსაწყენი იყო. მემკვიდრეობის საკითხიც რომ არა, ძნელად წარმომედგინა. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ მას ამ სახლში მარტო ცხოვრების სურვილი ჰქონოდა. ჯერ კიდევ მუშაობდა რაღაც თანამდებობაზე ბრიანსონში, სანამ სადგურიდან ნოტარიუსამდე მივიდოდით, მითხრა, მაგრამ ზუსტად რა თანამდებობაზე დამავიწყდა. ყოველ შემთხვევაში, თუნდაც ბრიანსონის ცენტრში მომხიბლავ ბინაში გადასულიყო საცხოვრებლად, არა მგონია, უფრო მხიარული ცხოვრება ჰქონოდა. უგულოდ ჩამოვჯექი დივანზე და მეორე ჭიქა მარტინი ჩამოვართვი. გადავწყვიტე, რომ ეს უკანასკნელი იქნებოდა. მისი გამოცლისთანავე სასტუმროში წაყვანას ვთხოვდი. თანდათან სულ უფრო ცხადად ხვდებოდი, რომ ქალებს ვერასოდეს გავუგებდი. ნორმალური ქალი იყო, შეიძლება ითქვას, ზედმეტად ნორმალურიც კი. მაგრამ მაინც მოახერხა და მამაჩემში რაღაც აღმოაჩინა. რაღაც ისეთი, რაც ვერც დედაჩემმა და ვერც მე ვერ მოვიხელთეთ. არა მგონია, ეს მხოლოდ და მხოლოდ ფულის გამო მოხდა. თავადაც მაღალი ხელფასი ჰქონდა. ამაზე მეტყველებდა მისი სამოსი, ვარცხნილობა, საუბრის მანერა. ამ ხანდაზმულ, ჩვეულებრივ მამაკაცში მან პირველმა დაინახა ის, რაც შეუყვარდა. პარიზში დაბრუნებულმა ვნახე მეილი, რომლის მიღებასაც უკვე რამდენიმე კვირაშიშით ველოდი. თუმცა, ეს ბოლომდე სიმართლე არ არის, მე მგონი შეგუებულიც ვიყავი. მხოლოდ ის მაინტერესებდა. მირიამიც დანარჩენებივით თუ მომწერდა, რომ ვიღაცას შეხვდა. გამოიყენებდა თუ არა ამ გამოთქმას. გამოთქმა გამოიყენა. მომდევნო აბზაცში წერდა, რომ უაღრესად დამწუხრებულია და ყოველთვის სევდით გამიხსენებს. ჩემი აზრით, სიმართლეს ამბობდა. იმის მიუხედავადაც კი, რომ ნამდვილად არ დახარჯავდა ჩემზე ფიქრში ბევრ დროს.
მერე საუბრის თემა შეცვალა. საფრანგეთში პოლიტიკური მდგომარეობის გამო ღელავდა. ისტორიული კონვულსიების ქარტეხილებთან ჩვენი სიყვარულის ერთგვარი დაკავშირება. სიმართლეს არ შეესაბამებოდა, მაგრამ მაინც თავაზიანი საქციელი იყო. კომპიუტერის ეკრანს თვალი მოვაცილე და რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი ფანჯრისკენ. ოსპის მარცვლის ფორმის განცალკევებული ღრუბელი, რომლის გვერდები ჩამავალ მზეს ნარინჯისფრად შეეღება, შარლერის სტადიონის თავზე ეკიდა, ისეთივე უმოძრაო, ინდიფერენტული, როგორიც პლანეტათაშორისი ფრენისთვის განკუთვნილი კოსმოსური ხომალდი. ხოლო ტყრუ, შენელებულ ტკივილს ვგრძნობდი, მაგრამ საკმარისად მტანჯველს, რომ ნათლად აზროვნებისთვის ხელი შეეშალა. მხოლოდ იმას ხვდებოდი, რომ კიდევ ერთხელ მარტო დავრჩი, სიცოცხლის მისუსტებული სურვილით და მომავალში მოსალოდნელი უთვალავი უსიამოვნებით. უნივერსიტეტიდან დათხოვნის თავისთავად მარტივმა გადაწყვეტილებამ სოციალური დაზღვევის სფეროში ფართო ადმინისტრაციული ასპარეზი გაშალა, განსაკუთრებით ჩემი ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებით და ამ პრობლემასთან შეჭიდების გამბედაობა ჯერ არ მყოფნიდა. მაგრამ საჭირო იყო. კარგი პენსია მქონდა, თუმცა სერიოზულად დაავადების ფუფუნების უფლებას არ მაძლევდა. სამაგიეროდ, შემეძლო კიდევ ერთხელ მიმემართა გოგონებისთვის გამოძახებით. გულის სიღრმეში ამის არავითარი სურვილი არ მქონდა და კანტისეული საკუთარი თავისადმი ვალდებულების ცნება ბუნდოვნად მიტრიალებდა თავში, როდესაც შეხვედრების ჩემთვის უკვე შინაურულად ქცეულ საიტს ვათვალიერებდი. ბოლოს ორი გოგონას განცხადება ამოვირჩიე 22 წლის მაროკოელი რაშიდა და 24 წლის ესპანელი ლუიზა მსურველს თავაზობდნენ. ბრანჩია და ვნებიანი დუეტით დამტკბარიყო. მომსახურება, რასაკვირველია, ძვირი ღირდა. მაგრამ გარემოებები ამგვარი, ცოტათი ძვირი ხარჯის გაწევას, ჩემი თვალსაზრისით ამართლებდა. შეხვედრა იმავე საღამოს დავთქვით. დასაწყისში ყველაფერი ჩვეულებრივად წარიმართა. ანუ ძირითადად კარგად. მონჟის მოედანთან ლამას სტუდიოს ქირაობდნენ, სურნელოვანი ჩხირები დაწვეს და ვეშაპების სიმღერის მსგავსი მუსიკა ჩართეს. ორთავეს რიგრიგობით ხმარობდი, საშოდან და ანუსიდან, დაუღალავად და სიამოვნების გარეშე. დაახლოებით 9 საათის შემდეგ, როდესაც ლუიზას ფეხები მაღლა ავაწევინე და ისევ ხმარობდი, რაღაც ახალი მოხდა. რაშიდა მაკოცა, მერე ეშმაკური ღიმილით ჩემ უკან დადგა. ჯერ დუნდულებზე დამადო ხელი, მერე სახე მიუახლოვა და ყვერების ლოკვა დამიწყო. ნელ-ნელა, მზარდი ახტაცებით ვიგრძენი სიამოვნების დავიწყებული ცახცახი. შესაძლოა მირიამის მეილმა, იმ ფაქტმა, რომ ერთგვარად ოფიციალურად მიმატოვა, ჩემში რაღაც გაათავისუფლა, არ ვიცი. გონება და ბინდული შემოუბრუნდი, პრეზერვატივი მოვიგლიჯე და 100 რაშიდას პირში ჩავუდე. 2 წუთის შემდეგ გავათავე. რუდუნებით გალოკა უკანასკნელი წვეთებიც კი, სანამ მის თმას ვეფერებოდი. წასვლისას დავიჟინე და თითოეულ 100 ევრო დავუმატე. შესაძლოა ჩემი ნეგატიური დასკვნები ნაჩქარევი იყო. ამ ორმა გოგონამ დამატებითი თავდაჯერებულობა შემძინა, რაც იმ უცნაურ მუტაციას ემატებოდა, რომელიც მამაჩემის ცხოვრების მიწურულს მოხდა. იქნებ რაშიდას რეგულარულად რომ შევხვედროდი, დროთა განმავლობაში ჩვენ შორისაც სასიყვარულო გრძნობა აღმოცენებულიყო, გამორიცხული არაფერია. უფრო ზოგადად, იმედი მცირე ხნით მაშინ აკიაფდა, როდესაც საფრანგეთმა დაიბრუნა ის ოპტიმიზმი, 9 საუკუნის წინ, დიადი 30 წლეულის შემდეგ რომ აღარ განუცდია. მუჰამად ბენ აბესის მიერ ჩამოყალიბებული ეროვნული ერთობის მთავრობის მუშაობის დასაწყის ყველა მიესალმა როგორც წარმატებას. ახლად არჩეული რესპუბლიკის პრეზიდენტს არასოდეს უსარგებლია ასეთი შემწყნარებლობით. ყველა კომენტატორი ამას ერთხმად აღნიშნავდა. ხშირად ვიხსენებდი ტანეს ნათქვამს ახალი პრეზიდენტის საერთაშორისო ამბიციების შესახებ და ინტერესით ჩავინიშნე უკომენტაროდ დატოვებული ინფორმაცია მოლაპარაკებების დაწყება გარკვეული პერიოდის შემდეგ. ევროკავშირში მაროკოს მიღების შესახებ. რაც შეეხება თურქეთს, მიღების პროცედურის კალენდარი უკვე შეადგინეს. მაშასადამე, რომის იმპერიის აღორძინება დაიწყო და საშინაო ფრონტზე ბენ აბესი უშეცდომოდ მოქმედებდა. მისი არჩევის შემდეგ დანაშაულებათა რიცხვმა თვალშისაცემად იკლო, თანაც არნახული პროპორციით. ყველაზე რთულად მიჩნეულ გარეუბნებში თითქმის 10-ჯერ შემცირდა. კიდევ ერთი წარმატება უმუშევრობის დაძლევა იყო, რომლის შესატყვისი მრუდები ასევე მკვეთრად ეცემოდა.
ამის მიზეზი უეჭველია, შრომითი ბაზრიდან ქალების მასობრივი გასვლა გახდა. ეს კი თავის მხრივ უკავშირდებოდა დახმარების მნიშვნელოვან გაზრდას, ახალი მთავრობის სიმბოლურად წარმოდგენილ პირველ ღონისძიებას. იმ ფაქტმა, რომ დახმარების თანხის გადახდის უმთავრესი პირობა ქალების მიერ პროფესიული საქმიანობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა იყო, მემარცხენეებს დასაწყისში სიმცრით კბილები ააღრჭიალებინა. მაგრამ როდესაც უმუშევრობის კლების ტენდენცია დაინახეს, კბილების ხრჭიალი შეწყდა. ამის მიუხედავად, ბიუჯეტის დეფიციტი არც კი გაზრდილა. ოჯახური დახმარების თანხის მატება განათლების სამინისტროს ბიუჯეტის სერიოზული შეკვეცის ხარჯზე მოხდა. ვინაიდან განათლების ხარჯები კი სრულებით არ იყო წინა მთავრობის პრიორიტეტი. ახლად ჩამოყალიბებულ სისტემაში სავალდებულო განათლება დაწყებითი სკოლით მთავრდებოდა. ანუ დაახლოებით 12 წლის ასაკში. შეიქმნა სკოლის დამამთავრებელი ახალი ატესტატის ნიმუში და ის განათლების მიღების დამადასტურებელ საბუთს წარმოადგენდა. ზოგად და უმაღლეს განათლებას მთლიანად კერძო სექტორი დააფინანსებდა. ყველა ჩამოთვლილი რეფორმის მიზანია თავისი ადგილი, მთელი ღირსება დაუბრუნდეს ოჯახს, ჩვენი საზოგადოების საბაზისო უჯრედს. განაცხადეს რესპუბლიკის ახალმა პრეზიდენტმა და მისმა პრემიერ-მინისტრმა უცნაურ ერთობლივ მიმართვაში, რომელშიც ბენ აბესი ლამის მისტიკურ აქცენტებს წარმოაჩენდა. და ფრანსუა ბაირუკი, სახეზე ნეტარი ღიმილით, ჟან სოსისის, იგივე გერმანული სახალხო თეატრის კომედიური პერსონაჟის, ჰანს ვიურსტის მსგავსად, ამაღლებული და ცოტათი გროტესკული სტილით იმეორებდა მთავარი პერსონაჟის სიტყვებს. მუსლიმურ სკოლებს საფრთხე არ ემუქრებოდა. რაც შეეხება განათლებას, ნავთობის მომპოვებელი მონარქიების გულუხობა ყოველთვის უსაზღრო გახლდათ. გასაკვირი ის იყო, რომ ზოგიერთმა კათოლიკურმა და ებრაულმა სკოლამაც გადაწყვიტა თამაშის წესებით სარგებლობა. კონკურსი გამოაცხადა და მეწარმეებს მასში მონაწილეობა შესთავაზა. ყოველ შემთხვევაში, სასწავლო წელი დაასრულეს და შემოდგომაზე ჩვეულებრივ განაახლებდნენ სწავლებას. უხსოვარი დროიდან ფრანგული პოლიტიკური ცხოვრების სტრუქტურად ჩამოყალიბებული ბინარული ოპოზიციური სისტემის ცენტრისტი მემარცხენეები და ცენტრისტი მემარჯვენეები. უხეში აფეთქების შემდეგ მედია საშუალებები აფაზიასთან ახლოს მდგომ გაოგნების მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ყველა არხზე ჩანდა საბრალო კრისტოფ ბარბიე, გლოვის ნიშნად დაშვებული ცნობილი ყელსახვევით, რომელიც უძლური იყო, ის ისტორიული მუტაცია განემართა, რომლის განჯვრეტა ვერ შეძლო. და სიმართლე ითქვას, ეს ვერავინ განჯვრიტა. თუმცა, რამდენიმე კვირის შემდეგ ოპოზიციის ბირთვების ჩამოყალიბება დაიწყო თავდაპირველად სეკულარიზმის მომხრე მემარცხენეებში. ჟან-ლუი მელანშონისა და მიშელ ომფრაის მსგავსი საეჭვო პიროვნებების წაქეზებით საპროტესტო გამოსვლები მოეწყო. მემარცხენეების ფრონტი არსებობდა, ყოველ შემთხვევაში, ქაღალდზე მაინც და უკვე შეიძლებოდა იმის წინასწარმეტყველება, რომ 2027 წელს მუჰამად ბენ აბეს კარგი შემცვლელი ეყოლებოდა. რასაკვირველია, ეროვნული ფრონტის კანდიდატის გარდა. საპირისპიროდ ხმა აიმაღლა ზოგიერთმა გაერთიანებამ, მაგალითად, სალაფისტი სტუდენტების კავშირმა, რომელიც ამორალური ქცევის წინააღმდეგ ილაშქრებდა და შარიათის გამოყენებას ითხოვდა. ასე რომ, ნელ-ნელა პოლიტიკური დებატების ელემენტები განახლდა. ეს იყო სრულიად განსხვავებული ტიპის დებატები, რასაც საფრანგეთი უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში იცნობდა და უფრო მეტად ჰგავდა უმეტეს არაბულ ქვეყანაში მიღებულს. მაგრამ მაინც დებატების სფერო არსებობდა. თუნდაც მოჩვენებითი პოლიტიკური დებატების არსებობა აუცილებელია მედია საშუალებების ჰარმონიული ფუნქციონირებისთვის, შესაძლოა მოსახლეობაში დემოკრატიის თუნდაც ფორმალური გრძნობის შენარჩუნებისთვისაც. აღნიშნული ზედაპირული გამოცოცხლების მიღმა საფრანგეთის სწრაფად იცვლებოდა. და იცვლებოდა ძირფესვიანად. მალე აღმოჩნდა, რომ მუჰამად ბენ აბეს ისლამისგან დამოუკიდებლად იდეები ჰქონდა. პრესასთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მასზე დიდი გავლენა იქონია დისტრიბუტიზმის თეორიამ, რამაც დამსწრეები გააოგნა. სიმართლე ითქვას, ეს ადრეც ჰქონდა რამდენჯერმე ნათქვამი საპრეზიდენტო კამპანიის მიმდინარეობისას. მაგრამ ჟურნალისტებს ახასიათებთ, არ მიაქციონ ყურადღება ინფორმაციას, რომელიც არ ესმით, ამიტომ აღნიშნული ფაქტი არც წინ წამოუწევიათ და არც უხსენებიათ. ამჯერად კი საუბარი იყო რესპუბლიკის მოქმედი პრეზიდენტის ნათქვამზე. ამიტომ ჟურნალისტებს დისტრიბუტიზმის შესახებ ინფორმაცია სასწრაფოდ უნდა მოეძებნათ.
შესაბამისად, მკითხველმა და მაყურებელმა მომდევნო კვირებში გაიგო, რომ დისტრიბუტიზმი მოაზროვნეების, გილბერტ კით ჩესტერტონისა და ჰილერ ბელოკის გავლენით მე-20 საუკუნის დასაწყისში ინგლისში ჩამოყალიბებული ეკონომიკური ფილოსოფიაა. ის მიიჩნეოდა მესამე გზად, განზე იდგა როგორც თვით კაპიტალიზმის, ისე სახელმწიფო კაპიტალიზმთან გათანაბრებული კომუნიზმისგან. ეკონომიკის ძირითად ფორმად საოჯახო წარმოება მიიჩნეოდა. ზოგიერთი სახეობის წარმოებისთვის საჭიროების შემთხვევაში ოჯახური ერთეულები უფრო ფართო წარმონაქმნში გაერთიანდებოდნენ, რათა ყველა პირობა შექმნილიყო იმისათვის, რომ დასაქმებულები თავიანთი საწარმოს აქციონერები ყოფილიყვნენ და პასუხი ეგოთ მის მართვაზე. როგორც ბენ აბესმა მოგვიანებით განმარტა, დისტრიბუციონიზმი შესანიშნავად უთავსდებოდა ისლამის მოძღვრებას. დაზუსტება საჭირო არ იყო. ჩესტერტონმა და ბელოკმა სიცოცხლეში განსაკუთრებით გაითქვეს სახელი, როგორც გესლიანმა კათოლიკე პოლემისტებმა. მალე აღმოჩნდა, რომ დოქტრინის აშკარად გამოკვეთილი ანტიკაპიტალისტურობის მიუხედავად, ბრიუსელელ ხელისუფალთ აღნიშნული ორიენტაციის დიდად არ უნდა შეშინებოდათ. ახალი მთავრობის მიერ გატარებული პირველი პრაქტიკული ღონისძიებები, ერთი მხრივ, დიდი ინდუსტრიული ჯგუფებისთვის სახელმწიფო დახმარების სრული შეწყვეტა იყო. ბრიუსელი უკვე მრავალი წელია მას თავისუფალი კონკურენციის პრინციპის შეზღუდვად მიიჩნევდა და მეორე მხრივ, ხელოსნობითა და ინდმეწარმეობით დაკავებულთათვის შეღავათიანი საგადასახადო პირობების დაწესება. აღნიშნული ღონისძიებები მაშინვე უაღრესად პოპულარული გახდა. რამდენიმე ათწლეულზე მეტია ახალგაზრდების უნივერსალურად გამოხატული პროფესიული ოცნება საკუთარი საქმის წამოწყება ან, ყოველ შემთხვევაში, დამოუკიდებლად დასაქმებული სტატუსის შეძენა იყო. გარდა ამისა, ეს რეფორმები შესანიშნავად შეესატყვისებოდა ეროვნული ეკონომიკის ტრანსფორმაციას. გადარჩენის ძვირადღირებული გეგმების მიუხედავად, საფრანგეთში დიდი ინდუსტრიული საწარმოები მართლაც ერთიმეორის მიყოლებით იხურებოდა. მდგომარეობით კი სოფლის მეურნეობა და ხელოსნები ხეირობდნენ, რომლებიც ბაზრის წილს იკავებდნენ. ზემოთ აღნიშნული გარდაქმნები საფრანგეთს საზოგადოების ახალი მოდელის ჩამოყალიბებისკენ მიაქანებდა, მაგრამ ტრანსფორმაცია უხილავად მიმდინარეობდა მანამდე, სანამ არ გამოიცა ახალგაზრდა სოციოლოგის, დანიელ და სილვას აფეთქების ტოლფასი ესე ირონიული სათაურით. ერთ დღეს ეს ყველა ფერი შენ დაგრჩება, ჩემო ვაჟიშვილო, რომლის ავტორსაც განმარტებისთვის ქვესათაურად გამოეტანა. გონივრული ოჯახისკენ. წინა სიტყვაობაში ავტორი პატივს მიაგებდა პასკალ ბრუკნერის 10 წლის წინ გამოქვეყნებულ ესეს, რომელშიც ფილოსოფოსი ასკვნიდა, რომ სიყვარულით ქორწინება მარცხისთვისაა განწირული და გონივრული ქორწინებისკენ დაბრუნებას ქადაგებდა. დანიელ და სილვას იდეის თანახმად, ოჯახური კავშირი, განსაკუთრებით მამასა და ვაჟიშვილს შორის, არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლებოდა სიყვარულზე ყოფილიყო დაფუძნებული, არამედ ცოდნისა და მემკვიდრეობის გადაცემაზე. საყოველთაო სახელფასო სისტემაზე გადასვლა, მისი აზრით, აუცილებლად გამოიწვევდა ოჯახის დაშლას და საზოგადოების სრულ ატომიზაციას, რომლის ხელახალი ჩამოყალიბება მხოლოდ წარმოების ნორმალური სისტემის ისევ ინდივიდუალურ წარმოებაზე დაფუძნების შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი. ანტი-რომანტიკული თეზისები ხშირად სკანდალურად ცნობილი გამხდარა და სილვამდე ისინი ძლივს შემორჩებოდა ხოლმე მედია საშუალებების ჰორიზონტს, რომელშიც ერთსულოვნად დომინანტური იყო იდეები ინდივიდუალური თავისუფლების, სიყვარულის იდუმალებისა და სხვათა შესახებ. სხარტი გონების, შესანიშნავი მოკამათე, პოლიტიკური თუ რელიგიური იდეოლოგიებისადმი ინდიფერენტული, ნებისმიერ გარემოებაში მხოლოდ მისი კომპეტენციის სფეროზე. ოჯახური სტრუქტურების ევოლუციის ანალიზი და აღნიშნულის შედეგები დასავლური საზოგადოებების დემოგრაფიული პერსპექტივისთვის. კონცენტრირებული ახალგაზრდა სოციოლოგი პირველი იყო, ვინც შეძლო წარმატებით გაერღვია მის გარშემო ისისაა ჩამოყალიბების სტადიაში მყოფი მემარჯვენეების წრე და თავი დაიმკვიდრა, როგორც ხმის უფლების მქონე ერთეულმა იმ საზოგადოებრივ დებატებში, რომლებიც იწყებოდა მუჰამად ბენ აბესის საზოგადოებასთან დაკავშირებული პროექტების გარშემო. ჩემი ოჯახის ისტორია დანიელ და სილვას თეზისების შესანიშნავი ილუსტრაცია გახლდათ. რაც შეეხება სიყვარულს, ის ჩემგან ასე შორს არასოდეს ყოფილა. რაშიდასა და ლუიზასთან პირველი შეხვედრისას მომხდარი საოცრება აღარ განმეორებულა და ჩემი ასო ერთდროულად ეფექტურ და უგრძნობ ორგანოდ იქცა. მათი სტუდიო სანახევრო უიმედობის მდგომარეობაში დავტოვე. შეგნებული მქონდა, მათ ალბათ აღარასოდეს ვნახავდი და ცოცხალი შესაძლებლობები თითებს შუა მისხლტებოდა სულ უფრო მზარდი სისწრაფით. მე კი, როგორც იუისმანსი ამბობდა,
უემოციო და აუღელვებელი ვრჩებოდი. სულ მალე, ერთბაშად მთელი დასავლეთ ევროპის თავზე, რამდენიმე 1000 კილომეტრზე გადაიჭიმა ცივი ფრონტი ბრიტანეთის კუნძულებისა და ჩრდილოეთი გერმანიის თავზე რამდენიმე დღით შეჩერების შემდეგ, ერთ ღამეს პოლარული ჰაერის მასებმა საფრანგეთამდე მოაღწია და წელიწადის დროისთვის უჩვეულო ტემპერატურის ვარდნა გამოიწვია. ჩემი სხეული, რომელსაც აღარ შეეძლო სიამოვნების წყარო ყოფილიყო, ტანჯვათა წყაროდ იქცა და რამდენიმე დღის შემდეგ დავასკვენი, რომ ბოლო 3 წელიწადში უკვე მეათე დისჰიდროზის მსხვერპლი გავხდი, რომელიც წყლულებიანი ეგზემის სახით მიმდინარეობს. პაცაწინა ბუშტუკებმა დამიფარა ტერფები. ფეხის თითებს შორის სივრცე და ერთიანი ჩირქოვანი ზედაპირი წარმოქმნა. დერმატოლოგთან ვიზიტისას გაირკვა, რომ საქმე დაავადებულ ზონაში ფეხმოკიდებული პნევმოცისტური სოკოთი გამოწვეულმა მიკოზმა გაართულა. მკურნალობა ხანგრძლივ დროს საჭიროებდა. მდგომარეობა მნიშვნელოვნად მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ გაუმჯობესდებოდა. მომდევნო ღამეებით ტკივილი მაღვიძებდა. საათობით ვიფხანდი, სისხლის გამოდენამდე, რომ ოდნავ შვება მეგრძნო. გასაკვირი იყო, რომ ჩემი ფეხის თითები, ხორცის პატარა პუტკუნა ნაჭრები, აბსურდული წარმონაქმნები, ასეთი მტანჯველი, გულის გამაწყალებელი წამების წყარო გახდა. ერთ ღამეს ფხანის მორიგი სეანსის შემდეგ ავდექი. ფეხები დასისხლიანებული მქონდა, ფანჯარამდე მივედი. ღამის 3 საათი იყო, მაგრამ როგორც ეს პარის ჩვევია, სრული წყვდიადი არ იდგა. ჩემი ფანჯრიდან ვარჩევდი ათობით კოშკს, საშუალო სიდიდის ასობით საცხოვრებელ სახლს. დაახლოებით, რამდენიმე 1000 ბინას და ამდენივე ოჯახს. პარიზში ოჯახები სულ უფრო ხშირად 2, ან სულაც 1 ადამიანისგან შედგება. უმეტესობაში ამ მომენტისთვის სინათლე ჩამქრალი იყო. ადამიანების უმრავლესობის მსგავსად, თავის მოკვლის რეალური საბაბი არ გამაჩნდა. თუ კარგად დავაკვირდებოდი, ამ გადაწყვეტილების მისაღებად სხვებზე ნაკლები მიზეზი მქონდა. ჩემს ცხოვრებაში ნამდვილად არსებობდა რეალური ინტელექტუალური მიღწევები გარკვეულ წრეში. რასაკვირველია, უაღრესად შეზღუდულში. აღიარებული გახლდით და პატივისცემით ვსარგებლობდი. მატერიალური თვალსაზრისით საწუწუნო არაფერი მქონდა. სიცოცხლის ბოლომდე ჩემთვის გარანტირებული იყო საშუალო ხელფასზე 2-ჯერ მეტი შემოსავალი სრულიად უმარტივესი სამუშაოსთვის. თუმცა ვგრძნობდი, თანდათან როგორ ვუახლოვდებოდი სუიციდს, არც უიმედობას განვიცდიდი და არც განსაკუთრებულ სევდას, არამედ, როგორც ბიშა ამბობს, ეს იყო ნელი დეგრადაცია იმ ფუნქციების ერთობლიობის, რომლებიც სიკვდილს ეწინააღმდეგებიან. მხოლოდ სიცოცხლის სურვილი აღარ მყოფნიდა, რათა გამეძლო ტკივილებისა და უსიამოვნებების ერთობლიობისთვის, რომლითაც ახსავსეა დასავლეთ ევროპის საშუალო სტატისტიკური მკვიდრის ყოფა. საკუთარი თავისთვის ცხოვრება აღარ შემეძლო. აბა, ვიღასთვის უნდა მეცხოვრა? კაცობრიობა არ მაინტერესებდა, შეიძლება ითქვას, გულს მირევდა. ადამიანები ძმებად სრულებით არ მიმაჩნდა და კიდევ უფრო ნაკლებად შეიძლებოდა ამის თქმა კაცობრიობის შეზღუდულ ნაწილზე, რომელსაც ჩემი თანამემამულეები ან ყოფილი კოლეგები შეადგენდნენ. თუმცა, უნდა ვაღიარო, მეტად არასასიამოვნო იყო იმის აღნიშვნა, რომ ეს ადამიანები მე მგავდნენ და სწორედ ამ მსგავსების გამო. გავურბოდი მათ. კლასიკური გამოცდილების მიხედვით, ქალი მჭირდებოდა. ქალი მართალია, ადამიანია, მაგრამ კაცობრიობისგან ცოტათი განსხვავებულ ტიპს წარმოადგენს, ცხოვრებაში ცოტა ეგზოტიკა შემოაქვს. იუისმანსმა დაახლოებით იგივე პრობლემა თითქმის იმავე სიტყვებით აღწერა. მდგომარეობა მას შემდეგ არ შეცვლილა. უფრო არაფორმალური და ნეგატიური გახდა ნელი გამოფიტვის, განსხვავებათა მოსპობის. წყალობით. მაგრამ ალბათ ესეც გადაჭარბება გახლდათ. მან საბოლოოდ სხვა გზა. ღვთაებრიობის უფრო რადიკალური ეგზოტიკა აირჩია. მაგრამ ეს გზა ისევ და ისევ საგონებელში მაგდებდა. კიდევ რამდენიმე თვე გავიდა. ჩემი დისჰიდროზი მკურნალობას დაექვემდებარა, მაგრამ ის თითქმის მაშინვე შეცვალა ბუასილის უაღრესად მწვავე შეტევებმა. უფრო და უფრო ციოდა, ჩემი გარეთ გასვლის შესაძლებლობაც თანდათან შეიზღუდა. კვირაში ერთხელ სუპერმარკეტ უზარმაზარ კაზინოში საკვებისა და საოჯახო ნივთების მარაგის შევსება და ყოველდღიურად ჩემი საფოსტო ყუთის მონახულება ამაზონით გამოწერილი წიგნების მისაღებად. ზღვარგადასული უიმედობის გარეშე გადავიტანე დღესასწაულის პერიოდი. წინა წელს ახალი წლის მოსალოცი რამდენიმე მეილი მაინც მივიღე. მაგალითად, ალისისგან და რამდენიმე უნივერსიტეტელი კოლეგისგან.
ამ წელს პირველად არავის არაფერი მოუწერია. 19 იანვრის ღამეს მოულოდნელად ტირილი ამივარდა, რომელსაც ბოლო არ უჩანდა. დილით, სანამ კრემლენ-ბისეტრის თავზე თენდებოდა, გადავწყვიტე, დავბრუნებულიყავი ლიგიუჟე სააბატოში, რომელსაც იუისმანსი ობლატის სახით დაუკავშირდა. ჩქაროსნული მატარებელი პუატიემდე გაურკვეველი დროით იგვიანებდა და რკინიგზის ეროვნული სამსახურის უსაფრთხოების აგენტები ბაქანზე პატრულირებდნენ, რომ იქ სიგარეტი არავის მოეწია. მოკლედ, ჩემი მოგზაურობა ცუდად იწყებოდა და სხვა აღმოჩენები წინ მელოდა. უკვე ვაგონში. ბარგისთვის განკუთვნილი ადგილი ჩემი უკანასკნელი მოგზაურობის შემდეგ კიდევ უფრო შეემცირებინათ. ის თითქმის აღარ არსებობდა. ჩემოდნები და სამგზავრო ჩანთები დერეფანში იყო დახვავებული, რაც გარდაუვალ კონფლიქტებს იწვევდა ვაგონებს შორის მიმოსვლისას. ეს უკანასკნელი საქმიანობა კი მატარებლით მოგზაურობის დროს ძირითად გასართობს წარმოადგენდა. სერ ვესპარი, სადამდე მისაღწევადაც 25 წუთი დამჭირდა. ახალი იმედგაცრუება აღმოჩნდა ისედაც შემცირებული კერძების ჩამონათვალიდან არაფერი ჰქონდათ. რკინიგზის ეროვნული საზოგადოება და საზოგადოება სერვე ბოდიშს იხდიდნენ შექმნილი შემთხვევითი დისკომფორტის გამო. უნდა დაუკმაყოფილებულიყავი ბაზილიკიანი კინოას სალათით და იტალიური გაზიანი წყლით. უიმედობით შეპყრობილმა ერთ-ერთი სადგურის რილეის მაღაზიაში ლიბერასიონი ვიყიდე. დაახლოებით სენ პიერ დე კორთან ვიყავით, როდესაც ჩემი ყურადღება ერთმა სტატიამ მიიქცია ახალი პრეზიდენტის გამოცხადებული. დისტრიბუციონიზმის სინამდვილეში სრულებით არ აღმოჩნდა ისეთი უწყინარი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანდა. ჩესტერტონისა და ბელოკის ჩამოყალიბებული პოლიტიკური ფილოსოფიის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი სუბსიდიარულობის პრინციპი იყო. ამ პრინციპის თანახმად, არც ერთ-ერთეულს, სოციალურს, ეკონომიკურს თუ პოლიტიკურს თავის თავზე არ უნდა აეღო ისეთი ფუნქცია, რომლის შესრულება მასზე მომცრო ერთეულს შეეძლო. აღნიშნული პრინციპი პაპმა პიუს მე-11-მ განმარტა ენციკლიკაში Quadragesimo annoში. ისე როგორც ცუდია, ინდივიდს ყველაფერი ჩამოართვა და თემს გადასცე ის, რაც კერძო საწარმოსა და მრეწველობას შეუძლია შეასრულოს, ასევე დიდი უსამართლობა, სერიოზული ბოროტება და სათანადო წესრიგის დარღვევაა ზემდგომი ორგანიზაციის მიერ იმ ფუნქციების მითვისება, რომლებსაც უფრო ეფექტურად განახორციელებენ მისი ქვემდგომი მომცრო ორგანიზაციები. როგორც ესესაა მიხვდა ბენაბესი, საბოლოოდ ახალი ფუნქცია. ძალზე ფართო დონეზე მისაღები წესრიგის გარდაქმნა. სხვა არაფერი იყო, თუ არა ზემოთ მითითებული სოციალური სოლიდარობა. რა უნდა იყოს იმაზე კარგი? ახტაცებით აღნიშნავდა ის ბოლო გამოსვლაში. როდესაც სოლიდარობა ოჯახის უჯრედის თბილი სტრუქტურის შიგნით ხორციელდება. ოჯახის უჯრედის თბილი სტრუქტურა, ფართო გაგებით, ამ ეტაპზე პროგრამა გახლდათ. მაგრამ უფრო კონკრეტულად მთავრობის ბიუჯეტის ახალი პროექტი მომდევნო 3 წელიწადში ქვეყნის სოციალური დანახარჯის 85%-ით შემცირებას ითვალისწინებდა. ყველაზე გასაკვირი ის ჰიპნოზური მაგია იყო, რომელსაც ბენაბესი თავის გარშემო დასაწყისიდანვე ავრცელებდა და მის გეგმებს სერიოზული დაპირისპირება არ მოჰყოლია. მემარცხენეები ისევ ეთანხმებოდნენ ამ ანტისოციალური რეფორმების გატარებას, მაშინ როდესაც მათი განხორციელება მემარჯვენეებს რომ შეეთავაზებინათ, გააფთრებით შეეწინააღმდეგებოდნენ. მაგრამ ამ რეფორმების გატარებას ისლამური პარტია ითხოვდა. საერთაშორისო მოვლენებისადმი მიძღვნილი გვერდების წაკითხვისას გავიგე, რომ ევროკავშირში ალჟირისა და ტუნისის ჩართვის შესახებ მოლაპარაკებები სწრაფი ტემპით მიდიოდა და წლის ბოლომდე ისინი მაროკოს მსგავსად კავშირის ფარგლებში აღმოჩნდებოდნენ. პირველი კონტაქტები შედგა ლიბანსა და ეგვიპტესთან. პუატიედან მოგზაურობა უფრო სასიამოვნო გამოდგა. ტაქსის მძღოლს დიდად არ გაჰკვირვებია, როდესაც ვუთხარი, რომ ლიგიუჟეს სააბატოში მივდიოდი. 50-ოდე წლის იყო, ჩასკვნილი, დაფიქრებული და ალერსიანი მზერა ჰქონდა. თავისი ტოიოტას მინიფურგონი ფრთხილად დაჰყავდა. როგორც მითხრა, მსოფლიოს 4-ვე კუთხიდან ყოველ კვირა ჩამოდიოდნენ ადამიანები დასავლეთ ევროპის ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ სააბატოში. წინა კვირაში კი ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჩაიყვანა. მის გვარს ვერ იხსენებდა, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ ფილმებში ენახა. მოკლე გამოძიების შემდეგ დავასკვენი, სავარაუდოდ ბრედ პიტი უნდა ყოფილიყო. როგორც მითხრა, დროს სასიამოვნოდ გავატარებდი, 7 ადგილი იყო, საკვები. მშვენიერი.
როცა ამას ამბობდა, მივხვდი, რომ არა მხოლოდ ფიქრობდა, არამედ სურდა, იმარც თუ მრავალი ადამიანის რიცხვში ყოფილიყო, რომლებსაც აპრიორი შეუძლიათ თავის მსგავსთა ბედნიერება გაუხარდეთ, მოკლედ, მათ შორის იყო, ვისაც პატიოსან ადამიანებს უწოდებენ. მონასტრის ჰოლში მარცხნივ ფარდული მოჩანდა, სადაც იქაური სახელოსნოების ნაწარმის შეძენა შეიძლებოდა. მაგრამ ახლა დაკეტილი იყო მარჯვნივ რეგისტრაციის მაგი და ასევე ცარიელი ჩანდა. პატარა დაფაზე წარწერის თანახმად, საჭიროების შემთხვევაში ზარის დარეკვა შეიძლებოდა. თუმცა წირვის დროს თავის შეკავებას ურჩევდნენ მომსვლელს. წირვათა დაწყების დრო მითითებული კი იყო, მაგრამ მათი ხანგრძლივობა. არა. კარგა ხნის გამოთვლების შემდეგ, ასევე სადილის დროის გათვალისწინებით, დავასკვენი, მთელ დღეზე გადანაწილების მიხედვით, წირვა საშუალოდ 9 საათს გრძელდებოდა. კიდევ უფრო სწრაფი გამოთვლით დავადგინე, რომ ამჟამად 6 და 9 საათის წირვებს შორის პერიოდი იდგა და შესაბამისად შემეძლო ზარი დამერეკა. რამდენიმე წუთის შემდეგ ტანმაღალი, შავანაფორიანი ბერი გამოჩნდა. დანახვისთანავე გულღიად გამიღიმა. მაღალ შუბლზე წაბლისფერი, ოდნავ ჩაღარაშერეული თმის კულულები ეფინა, სახის ოვალს წაბლისფერი წვერის რკალი გასდევდა. დაახლოებით 50 წლის უნდა ყოფილიყო. ძმა ჟოელი ვარ, მე გიპასუხეთ მეილზე. მითხრა, სანამ ჩემს სამგზავრო ჩანთას ხელს დაავლებდა. თქვენს ოთახამდე მიგაცილებთ. გამართული მიდიოდა, ჩემი საკმაოდ მძიმე ჩანთის ტარება არ უჭირდა, შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში იყო. მოხარულები ვართ, ისევ რომ გხვდებით, უკვე 20 წელი გავიდა, ასე არ არის. ალბათ სრულიად გაუგნებული გამომეტყველება მქონდა, იმიტომ რომ დაამატა. 20 წლის წინაც იყავით ჩვენთან სტუმრად, ხომ ასია. მაშინ იუისმანსზე მუშაობდით. მართალს ამბობდა, მაგრამ გამაოცა იმ ფაქტმა, რომ ჩემი გახსენება შეძლო. მე კი მისი სახე სრულიად არაფერს მეუბნებოდა. თქვენ ხართ ის, ვისაც სტუმრების მიღება ევალება, ხომ ასია. არა, სრულიადაც არა, მაგრამ მაშინ ვიყავი. ამ თანამდებობას ხშირად ახალგაზრდა ბერებს ანდობენ. სამონასტრო ცხოვრებისთვის ახალგაზრდას. სასტუმროს ზედამხედველი ბერი სტუმრებს ესაუბრება. მას ჯერ კიდევ აქვს კონტაქტი გარე სამყაროსთან. სასტუმროს ზედამხედველის თანამდებობა ერთგვარი საცერია, შუალედური საფეხური, ბერისთვის მიცემული შესაძლებლობა, სანამ ის მდუმარების აღთქმის აღსრულებას დაიწყებს. სასტუმროს ზედამხედველად დაახლოებით 1 წელი ვიყავი. საკმაოდ ლამაზად ნაგებ, რენესანსის ეპოქის შენობას მიუყვებოდით, რომელსაც გარს პარკი ერტყა. დამაბრმავებელი ზამთრის მზე გამხმარი ფოთლებით დაფარულ ხეივნებში კაშკაშებდა. მოშორებით მონასტერივით ლამაზი, გვიანი გოტიკის ეპოქის ეკლესია ჩანდა. ეს მონასტრის ძველი ეკლესია, რომელიც იუისმანსის ეპოქაში იყო. მითხრა ძმა ჟოელმა. მაგრამ კომბის კანონების გავლენით სამონასტრო საძმოს დაშლის შემდეგ, როდესაც რეფორმირება მოახერხეთ, ვეღარ შევძელით მისი დაბრუნება, მონასტრის შენობისგან განსხვავებით. ამიტომ მონასტრის გალავნის შიგნით ახლის აშენება გახდა საჭირო. იმავე რენესანსის ეპოქის ერთსართულიანი შენობის წინ შევჩერდით. ეს არის ჩვენი სასტუმრო, სადაც თქვენი ცხოვრებთ. განაგრძო მან. ამასობაში დავინახე 40 წლის ჩასკვნილი ბერი, ასევე შავი ანაფორით შემოსილი. მკვირცხლი, მზის სხივებზე მოლაპლაპე მელოტი თავით. არნახულად გახარებული ხეივნის ბოლოდან მორბოდა და უკიდურესად კომპეტენტური ადამიანის შთაბეჭდილება სტოვებდა. ფინანსთა მინისტრს გავდა, ან კიდევ უკეთესი, სახელმწიფო ბიუჯეტის მინისტრს. ყოველ შემთხვევაში, ჩემი აზრით, მისთვის უშიშრად შეიძლებოდა მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობის დაკისრება. აი, ძმა პიერიც, ჩვენი სასტუმროს ახალი ზედამხედველი. მასთან გექნებათ საქმე თქვენი აქ ცხოვრების პრაქტიკული საკითხების გადასაწყვეტად. მითხრა ძმა ჟოელმა. მე მხოლოდ თქვენთან მოსასალმებლად გამოვედი. ამის შემდეგ მდაბლად დამიკრა თავი, ხელი ჩამომართვა და მონასტერში დაბრუნდა. ჩქაროსნული მატარებლით ჩამობრძანდით. შემეკითხა სასტუმროს ზედამხედველი ბერი. დავუდასტურე. დიახ, ასე უფრო სწრაფად ჩამოდიხარ, ჩქაროსნული მატარებლით. განაგრძო მან აშკარად იმისთვის, რომ ზოგად თემაზე საუბარი წარემართა.
შემდეგ ჩემი სამგზავრო ჩანთა აიღო და ოთახისკენ გამიძღვა. კვადრატული ოთახის სიგრძე დაახლოებით 3 მეტრს აღწევდა. ღია რუხი ფერის ხვეულორნამენტიანი შპალერი გაეკრათ. იატაკი საკმაოდ გაცვეთილი პარკეტით იყო დაფარული, რომელსაც აგრეთვე რუხი ფერი დაჰკრავდა. ოთახის ერთადერთი მორთულობა, მუქი ხისგან გამოთლილი დიდი ჯვარცმა, ერთადგილიანი საწოლის თავზე ეკიდა. მაშინვე შევნიშნე, რომ პირსაბანს არ ჰქონდა წყლის შემრევი. ასევე კვამლის საწინააღმდეგო დეტექტორებიც შევამჩნიე. ძმა პიერს ვარწმუნებდი, რომ ეს ოთახი სავსებით მაკმაყოფილებდა, მაგრამ კარგად ვიცოდი, სრულებით არ იყო ასე. როდესაც რომანში გზად იუისმანსი საკუთარ თავს კითხვას უსვამს, თან არაერთხელ აიტანს თუ ვერა სამონასტრო ცხოვრების წესს, ერთ-ერთი უარყოფითი არგუმენტი ის არის, რომ როგორც ჩანს, შენობებში მოწევას უკრძალავდნენ. ეს იმ ტიპის წინადადებათაგანია, რომელმაც იუისმანსი შემაყვარა. როგორც პასაჟი, რომელშიც აცხადებს, რომ ამ ქვეყნად ცხოვრების ყველაზე უმციკლო სიხარულია საწოლში ჩაწვე მარტო, ხელის გაწვდენაზე გქონდეს კარგი წიგნები და თამბაქოს პაკეტი. რა თქმა უნდა, ასია, მაგრამ კვამლის დეტექტორების შესახებ მან არაფერი იცოდა. ფეხმოქცეულ საწერ მაგიდაზე იდო ბიბლია, პატარა ნაშრომი. დომ ჟან-პიერ ლონჟას დაწერილი. მონასტერში განმარტოების მნიშვნელობის შესახებ და საინფორმაციო ფურცელი, ძირითადად წირვისა და კვების საათების მითითებით. თვალი გადავავლე და დავასკვენი, რომ მეცხრე ჟამნის დრო იყო, მაგრამ გადავწყვიტე, პირველ დღეს მას არ დავსწრებოდი, მისი სიმბოლური მნიშვნელობა განსაკუთრებული არ არის. მესამე, მეექვსე და მეცხრე ჟამნი მთელი დღის განმავლობაში ღმერთის მყოფობის დადასტურებაა. ყოველდღიური წირვის გარდა დღეში 7-ჯერ ლოცულობდნენ. იუისმანსის ეპოქას თუ შევადარებთ, ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. ყოფის შემამსუბუქებელი ერთადერთი გარემოება ის იყო, რომ დილის ლოცვა, რომელიც ადრე ღამის 2 საათზე იწყებოდა, 22 საათისთვის გადმოიტანეს. მონასტერში პირველად ყოფნისას ძალიან შემიყვარდა ეს ლოცვა, რომელშიც შერწყმულია გრძელი მედიტაციური ლოცვები, შუაღამისას რომ სრულდება, დაშორებული როგორც მწუხრის წირვის, ისე ახალი განთიადის მისასალმებელი ლოცვისგან. აღნიშნული ჟამნი პირწმინდა მოლოდინი გახლდათ. ბოლო იმედი საბაბის გარეშე. რასაკვირველია, ზამთარში, როდესაც ეკლესია არ თვებოდა, სრულებით არ იქნებოდა ადვილი აღნიშნული ლოცვის აღვლენა. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება იმან მოახდინა, რომ ძმა ჟოელმა მიცნო, 20 წელზე მეტი ხნის შემდეგაც კი. დროის აღნიშნულ მონაკვეთში მის ცხოვრებაში ბევრი მოვლენა არ უნდა მომხდარიყო. მას შემდეგ, რაც სასტუმროს ზედამხედველის მოვალეობა სხვას გადასცა. მონასტრის სახელოსნოებში მუშაობდა, ყოველდღიურ ლოცვებში მონაწილეობდა. 7 ცხოვრება ჰქონდა და შესაძლოა ბედნიერიც, რაც ჩემს ცხოვრებასთან სრულ კონტრასტს ქმნიდა. დიდხანს ვისეირნე პარკში, სხვადასხვა სიგარეტს ვეწეოდი და მწუხრის ლოცვას ველოდებოდი, რომელსაც სადილი მოსდევდა. მზე სულ უფრო დამაბრმავებლად ანათებდა, ჩირხოს აკაშკაშებდა, შენობების ქვებზე ქერა ათინათებს ათამაშებდა, ხოლო გამხმარი ფოთლების ხალიჩაზე. ალის სპერს. ჩემი აქ ყოფნის ნამდვილი მიზეზი ცხადად აღარ მესმოდა. ხანდახან სუსტად შემახსენებდა თავს, მერე, თითქმის მაშინვე, ქრებოდა. მაგრამ რა თქმა უნდა, იუისმანსთან საერთო არაფერი ჰქონდა. მომდევნო 2 დღის განმავლობაში შევეჩვიე ლოცვათა მიმდევრობას, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ შემიყვარდა. წირვა ერთადერთი გაცნობიერებული ელემენტი იყო, კონტაქტის ერთადერთი წერტილი ღვთისმოშიშობასთან, როგორც ის ესმით გარე სამყაროში. რაც შეეხება დანარჩენს, დღის შესაბამისი მონაკვეთისთვის შესაფერისი ფსალმუნების კითხვასა და გალობას დროდადრო წყვეტდა ერთ-ერთი ბერის მიერ წაკითხული ნაწყვეტები სასულიერო ტექსტებიდან. სასულიერო ტექსტებიდან ნაწყვეტებს კითხულობდნენ სადილობის დროსაც, ხოლო ტრაპეზს სრულ სიჩუმეში იღებდნენ. მონასტრის გალავანში აშენებული თანამედროვე ეკლესია პირქუში სიმახინჯით ხასიათდებოდა და ცოტათი ჰგავდა ხარების ქუჩაზე სუპერპასის სავაჭრო ცენტრის ნაგებობას. მისი ვიტრაჟები, უბრალო აბსტრაქტული და გაფერადებული ლაქები, სრულებით არ იმსახურებდა ყურადღებას. მაგრამ ამ ყველაფერს ჩემთვის ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა. ესთეტი არ ვიყავი, ყოველ შემთხვევაში, ბევრად უფრო ნაკლებად ესთეტი გახლდით, ვიდრე იუისმანსი და თანამედროვე რელიგიური ხელოვნების ერთფეროვანი სიმახინჯე სრულებით არ მაღელვებდა. ბერების სუფთა, 7 და მოკრძალებული ხმები გაყინულ ჰაერში ადიოდა. ისინი ალერსით,
იმედითა და მოლოდინით იყო სავსე. უფალი იესო უნდა დაბრუნდეს, მალე დაბრუნდება და მისი სითბო წინასწარ სიხარულით ავსებდა მათ სულებს, ძირითადად ასეთი იყო ამ გალობათა. ორგანული და ალერსიანი მოლოდინის გალობათა შინაარსი. ნიცშემ ბებერი ძუქნის ალღოთი სამართლიანად შენიშნა, რომ ქრისტიანობა თავისი ბუნებით ქალური რელიგიაა. ყოველივე ზემოთქმული შეიძლებოდა მერწმუნა, მაგრამ ჩემს საკანში დაბრუნებისთანავე ყველაფერი ირეოდა. გვამლის დეტექტორი თავისი პატარა, წითელი თვალით მტრულად მიმზერდა. ზოგჯერ ფანჯარასთან ვიდექი და ისევ ეწეოდი, რომ კიდევ ერთხელ დამესკვნა. ამ ხრივაც იუისმანსის შემდეგ ბევრი რამ უარესობისკენ შეიცვალა. ჩქაროსნული მატარებლის ხაზი პარკიდან 200 მეტრის დაშორებით გადიოდა. ჩიტის გაფრენის მანძილზე. მატარებლები ჩავლისას ჯერ კიდევ სრული სიჩქარით მიქროდნენ და მონასტრის მედიტაციურ სიმშვიდეს საათში რამდენჯერმე ძრავების გუგუნი არღვევდა. მაგრამ სიცივე სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა და ღია ფანჯარასთან გატარებული წუთების შემდეგ კარგა ხანს რადიატორს ვეკვროდი. თანდათან ვღიზიანდებოდი, ხოლოდომ ჟან-პიერ ლონჟას პროზა, რასაკვირველია შესანიშნავი ბერის, კეთილი განზრახვითა და სიყვარულით ახსავსე, უფრო და უფრო მაცოფებდა. სიცოცხლე, ჭირში თუ ლხინში, სიყვარულის მუდმივი გაცვლა უნდა იყოს. წერდა ბერი. მაშ ისარგებლე აქ ყოფნის რამდენიმე დღით, რომ გამოიმუშაო სიყვარულის ეს უნარი, თავს საშუალება მიეცი, გიყვარდე სიტყვითაც და საქმითაც. თემას გასცდი, იდიოტო, ამ ოთახში მარტო ვარ, ვბუზღუნებდი. დამცინავად. აქ იმიტომ ხარ, რომ ბარგი დადო და იმოგზაურო შენში, იმ პირველწყაროდ ქცეულ ადგილზე, სადაც სურვილის ძალა გამოვლინდება. წერდა ის შემდეგ. ჩემი ერთადერთი სურვილი, იდიოტო, სიგარეტის გაბოლებაა. ეს არის ჩემი სურვილის პირველწყარო. იუისმანსისგან განსხვავებით, ალბათ არ აღვიქვამდი ჩემს გულს თავაშვებული ცხოვრებისგან გაუხეშებულად და გაჭვარტლულად. მაგრამ ფილტვები თამბაქოსგან ნამდვილად მქონდა გაუხეშებული და გაჭვარტლული. ჰო, ეჭვგარეშეა, ასე იყო. ისმინე, გასინჯე და დალიე, იტირე და იმღერე, და აკაკუნე სიყვარულის კარზე. აღფრთოვანებით მოგვიწოდებდა ლონჟა. მესამე დილით მივხვდი, რომ ეს ადგილი უნდა დამეტოვებინა. აქ ყოფნა დამარცხებას ნიშნავდა. ძმა პიერს გავუმხილე, რომ სრულიად გადაუდებელი და მოულოდნელი საქმეების გამო, სამწუხაროდ, ჩემი ყოფნის ვადა უნდა შემემცირებინა. მისი პიერ მოსკოვიცისეული გარეგნობის გამო ვიცოდი, დამიჯერებდა და შესაძლოა წინა ცხოვრებაში ერთგვარი პიერ მოსკოვიციც კი იყო. ყოველ შემთხვევაში, ვიცოდი, მე და პიერ მოსკოვიცი ერთმანეთს გავუგებდით. როდესაც მონასტრის მისაღებს ვტოვებდი, იმედი გამოთქვა, რომ მათთან ყოფნა ჩემთვის მაინც გზა იყო, სინათლის გზა. ჰო, უპრობლემოდ ვუპასუხე. ვუთხარი, რომ ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა, მაგრამ ამ მომენტში ვიგრძენი, რომ ცოტათი მოლოდინი გავუცრუე. ღამის განმავლობაში ატლანტის ოკეანიდან წამოსულმა დეპრესიულმა ზონამ სამხრეთ-დასავლეთიდან საფრანგეთამდე მოაღწია. ტემპერატურა 10 გრადუსით აიწია. ბუატიეს გარშემო სოფლები სქელ ნისლში ჩაძირულიყო. ტაქსი ძალიან ადრე შეუკვეთე, კიდევ 1 საათი მქონდა თავისუფალი, რომელიც მონასტრიდან 50 მეტრით დაშორებულ მეგობრობის ბარში გავატარე. მექანიკურად ჩამოვასხმევინე რიგრიგობით ლეფე და ჰოეგა არდენი. გამხდარ ოფიციანტ ქალს მაკიაჟი უხვად გამოეყენებინა. კლიენტები ხმამაღლა ლაპარაკობდნენ. ძირითადად უძრავ ქონებასა და არდადეგებზე. ნამდვილად არ ვიყავი კმაყოფილი, ჩემნაირებს შორის რომ აღმოვჩნდი.